ჟოლოს ნაკვეთის სარეველები. სასწავლო კურსი მომზადებულია დიოკნისის სასოფლო-სამეურნეო მომსახურეობის ცენტრისა და ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისის მიერ. სასწავლო კურსი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის პროექტის ფარგლებში. კომპეტენციის ხელმისაწვდომობა დისტანციური სწავლების სისტემის მეშვეობით დაუცველი ახალგაზრდებისთვის. ჟოლოს სარეველები. ამ თავში განვიხილავთ ჟოლოს ნაკვეთებზე გავრცელებულ ზოგიერთ სარეველას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს. განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ 6-მდე სარეველას, რომელიც გვხვდება საქართველოში კულტურული ჟოლოს გაშენებულ თითქმის ყველა ზონაში. სარეველების გავლენა. სარეველები ხელს უშლიან ჟოლოს ნარგავებს მიიღონ ნიადაგის საკვები ნივთიერებები, სინათლე და წყალი. სარეველები ამცირებენ ნარგავებს შორის ჰაერის მოძრაობას და ხელს უწყობს ყუნწებისა და ფოთლების არეალის ტენიანობის გაზრდას. სარეველები ასევე შეიძლება წარმოადგენდნენ მწერების და დაავადებების მასპინძელ მცენარეებს, რადგან ისინი იზიდავენ მათ და შედეგად მნიშვნელოვნად ზრდიან ჟოლოს ინფიცირების რისკს. სარეველები განსაკუთრებით ამცირებენ ბუჩქოვანი კულტურების, კერძოდ ჟოლოს პლანტაციის მოსავლიანობას, რადგან უშუალო შეხებაში შეიძლება მოვიდნენ მათ ფოთლებთან. თუმცა ველური ჟოლო და მაყვალი სარეველები არ არის, ისინი სარეველების მსგავსად ხდებიან ისეთი მავნებლების მასპინძელი მცენარეები, რომლებსაც ეს კენკროვნები უყვართ და თუ ისინი ახლოს ხარობენ ჟოლოს პლანტაციასთან, მათგან მავნებელი ადვილად გადადის კულტურულ ჟოლოზე. ჟოლოს პლანტაციის გაშენებამდე ნაკვეთზე და უშუალოდ მის გვერდით არსებულ ტერიტორიებზე უნდა გავანადგუროთ მრავალწლიანი სარეველები. სარეველა მცენარეები დიდი რაოდენობით თესლს წარმოქმნიან და მათ არ უნდა მივცეთ ყვავილობის და შემდეგ თესლის წარმოქმნის საშუალება და მანამდე უნდა გავანადგუროთ მექანიკურად ან ჰერბიციდების საშუალებით. თუ ჟოლოს პლანტაციის ტერიტორია არ არის დიდი და ის 2000 კვადრატულ მეტრამდე ფართობშია გაშენებული, მაშინ უმჯობესია მექანიკური ხერხით, გათოხმით, ამოძირკვით და რიგთაშორისი დახვნით გავანადგუროთ სარეველები. სარეველების კონტროლის მეთოდები. ერთ-ერთი მთავარი პირობა სარეველებთან ბრძოლის არის ის, რომ სარეველები უნდა განადგურდეს თესლის გამოღებამდე, რადგან ზოგიერთ სარეველას შეუძლია 1500-ზე მეტი თესლის წარმოება ერთ ძირ მცენარეზე. მათ თესლს შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში დარჩეს ნიადაგში. ამიტომ მხოლოდ ერთი დიდი სარეველას მიერ წარმოებული თესლების გავრცელებით მომდევნო წლებში მისი ძლიერი გამრავლება გამოიწვიოს. სარეველების კონტროლისათვის სხვადასხვა მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ. ერთი მეთოდით ტოვებენ ბალახის ზოლებს ჟოლოს მწკრივებს შორის. ბალახს პერიოდულად ცელავენ. ბალახი ხელს უშლის სარეველების ზრდა გამრავლებას. სარეველების მექანიკურად, ხელით და თოხით გამოწმენდა და ჰერბიციდების შეზღუდული გამოყენება. თოხით ან კულტივატორით მუშაობის დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დავაზიანოთ ჟოლოს ღეროები. მხოლოდ ჰერბიციდების გამოყენებაზე ფოკუსირება, რაც სარეველების განადგურებისათვის ეფექტურია, მაგრამ არის ზედმეტი დოზირების რისკი და წყლის და გარემოს დაბინძურების საშიშროება. ამ შემთხვევაში მექანიკურ გამოხშირვას ფაქტიურად არ იყენებენ და სარეველებთან ბრძოლა მთლიანად ჰერბიციდების მოქმედებაზეა დამოკიდებული. ეფექტურია ორგანული მულჩის გამოყენება თივის, ნახერხის და სხვა ორგანული ნივთიერებების ნარევის სახით, რომელიც უნარჩუნებს ნიადაგს ტენიანობას და მცენარეს საკვებ ნივთიერებებსაც აწვდის. მულჩი ხელს უშლის სარეველების ზრდას. აქ სიფრთხილეა საჭირო. ზედმეტ მულჩს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ჟოლოს ძირებში ტენიანობა, რაც უარყოფით შედეგს გამოიღებს. სარეველებთან ბრძოლის პოპულარული მეთოდია ჟოლოს მწკრივში მულჩის სპეციალური პოლიეთილენის ფირის გამოყენება, რომელსაც წვეთოვან სარწყავს სისტემასთან ერთად იყენებენ. სარეველები. განვიხილოთ რამდენიმე ფართოდ გავრცელებული სარეველა, რომლებიც შეიძლება ჟოლოს ნაკვეთზე შეგვხვდეს. ერთ-ერთია ჯიჯლაყა, ერთწლიანი საგაზაფხულო სარეველა. აქვს მთავარღერძა ფესვი, ღერო სწორი, მარტივი ან დატოტვილი, ღია მწვანედან მოწითალომდე. ჯიჯლაყას სიმაღლე 20-150 სანტიმეტრის დიაპაზონშია. ერთი მცენარე იძლევა 5000 თესლს. ჯიჯლაყა ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის პერიოდში. ბოლოკა ცნობილი სარეველაა და იზრდება მშრალ ფერდობებსა და გორაკებზე, დანაგვიანებულ ადგილებსა და გზის პირებზე. ერთწლიანი ან მრავალწლიანი მოზამთრე სარეველა მცენარეა კომბოსტოსებთა ოჯახიდან. ფესვი აქვს მთავარღერძა, ძლიერი. ღერო სწორი, დატოტვილი 30-100 სანტიმეტრის სიმაღლის. ყვავილი ყვითელი ფერის, ღეროს ბოლოში განლაგებული. ყვავილობს მაის-აგვისტოში. ბოლოკას წინააღმდეგ გამარგულა არის ყველაზე ეფექტური ხერხი, ასევე ნიადაგის ღრმა ხვრნა. ავშანფოთლიანი ამბროზია ერთ-ერთი ცნობილი საშიში სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი, მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, ნიადაგში აღწევს 4 მეტრამდე. ღერო, სწორმდგომი, დატოტვილი, შებუსული, 0,1-2 მეტრი სიმაღლის. ყვავილები, ყვითელი, კალათად შეკრებილი. ყვავილობა ივლისის ბოლო, აგვისტო. მტვერი იწვევს ადამიანის ალერგიულ რეაქციებს. გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ნათესებში, გზისპირების და ღობეების გასწვრივ, მიტოვებულ და დაუსახლებელ ადგილებში. ამბროზია უხვად წარმოქმნის ყვავილის მტვერს, რაც იწვევს ძლიერ ალერგიულ დაავადებებს, თივის სიებცხელებას, თივის განიავების დროს კანზე ჩნდება გამონაყარი და პოლინოზს, ბრონქიალურ ასთმას. ეს სარეველა ვრცელდება თესლით. ნიადაგში 5-დან 40 წლამდე ინარჩუნებს აღმოცენების უნარს და ცალკეულ ეგზემპლარებს 80-100 თესლის მოცემა შეუძლია.
ვრცელდება კულტურულ მცენარეთა სათესლე მასალასთან და მარცვალთან ერთად, თივით, სატრანსპორტო საშუალებებით. შემოდგომასა და ზამთარში მოუთიბავი მცენარეებიდან თესლი ვრცელდება ქარის და სხვა საშუალებებით. გაზაფხულზე გადაიტანება მდინარეებით, სარწყავი არხებით, ხევებით და ხრამებით. სარეველა პირველ აღმონაცენს მარტის ბოლოს იძლევა, მასობრივად კი აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში აღმოცენდება. სარეველას საკმაოდ დიდი ვეგეტატიური მასა და მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს, თრგუნავს კულტურულ მცენარეებს. მცენარის თითქმის ყველა ორგანო შხამიანია. სარეველის მიერ გამოყოფილი ტოქსინები თავის სიახლოვეს მოზარდ კულტურულ მცენარეებს არ აძლევს განვითარების საშუალებას. ფოთლებში მწარე ეთერზეთების არსებობის გამო სარეველა მკვეთრად ამცირებს საძოვრების და თივის კვების ღირებულებას. ასეთ საკვებს საქონელი არ ეკარება და თუ შემთხვევით მოხდა მის ორგანიზმში იწვევს რძის დამწარებას. სავალდებულოა საკუთარი საკარმი და მონაკვეთებისა და ღობის პირების გასწვრივ სარეველის მოტიპო ყვავილობამდე ან თესლის მომწიფებამდე. უნდა მოხდეს მონათიბის ამოძირკვა, ნარჩენების შეგროვება და დაწვა. მოტიბული მასა უნდა შეგროვდეს და დაიწვას. შემდეგი სარეველაა მინდვრის სპერგულა, ერთწლიანი ბალახოვანი სარეველა მცენარე მიხაკისებრთა ოჯახიდან. 15-20 სმ სიმაღლის, დაფარულია ჯირკვლოვანი ბუსუსებით. ერთი მცენარე 10.000-მდე თესლს იძლევა. უპირატესობას ანიჭებს მჟავე და ტენიან ნიადაგებს. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. ხოვერა, ერთწლიანი ბალახოვანი მხოხავი სარეველა მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან. სიგრძით 10-60 სმ, ღერო მარტივი მხოხავი. ყვავილი მოთეთრო, ნაყოფი კაკლუჭა, მრგვალი, ყავისფერი კაკლუჭისმაგვარი. ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე. იზრდება ბოსტნეულ, კერძოდ კარტოფილის ნაკვეთებზე და სხვა სათოხმ კულტურებში. უფრო გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში. ხოხავი ჭანგა, მრავალწლიანი ბალახოვანი სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან. იზრდება მშრალ მდელოებზე, ნასვენ მიწაზე, ბაღებსა და ვენახებში და მებაღეებისათვის კარგად ნაცნობი სარეველაა. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული და ნიადაგის გამოფიტვას ახდენს. იზრდება როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად. ღეროს სიმაღლე აღწევს 40-დან 150 სმ-მდე. ფოთოლი, შიშველი, ბრტყელი ხაზურა. ყვავილობს ივნის-აგვისტოში, ნაყოფიანობა აქვს ივნის-აგვისტოში. ნაცარქათამა, ერთწლიანი ბალახოვანი საგაზაფხულო სარეველაა. აქვს დავარღერძა ფესვი და სწორი მომწვანო მონაცისფრო 20-დან 120 სმ-მდე სიმაღლის ღერო. ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ყვავილობს ივლის-აგვისტოში. ერთ მცენარეზე ვითარდება 100.000 თესლი, რაც დიდ ფართობზე გამრავლების სწრაფ შესაძლებლობას აძლევს. საინტერესოა ის, რომ ნაცარქათამა აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 8 წლის განმავლობაში. ყვავილობს ივლის-აგვისტოში. ნაცარქათამა ვრცელდება ნათესებში, ბოსტნებსა და ბაღებში. აგრეთვე გვხვდება მდინარეთა ნაპირებზე. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. ნამიკრეფია. საქართველოში ამ ბალახის მრავალი სახეობა არსებობს. თეთრი ნამიკრეფია მრავალწლიანი, ფესურიანი, საშემოდგომო სარეველაა მარცვლოვანთა ოჯახიდან. აქვს ფუნჯა, ძლიერი ფესვი, ღერო წვრილი, გლუვი, 60-100 სმ სიმაღლის. ფოთოლი, რბილი, ოდნავ შებუსული, ბრტყელი. თესლი, პატარა, ლანცეტისებური. თეთრი ნამიკრეფია ტენის მოყვარული მცენარეა. კარგად იზრდება და ვითარდება უხვი ნალექის პირობებში. უძლებს დიდი ხნის დატბორვას. ყინვისადმი გამძლეა და ცუდად იტანს გვალვას. ნიადაგის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია, კარგად იზრდება მჟავატორფიან ნიადაგებზე. უმთავრესად იზრდება ტყის ზონებში. უფრო ხშირად გვხვდება მდინარეთა ჭალებში, ტენიან მდელოებზე. თეთრი ნამიკრეფია საძოვრული მცენარეა, უძლებს გაძოვებას. გაძოვების შემდეგ ჩქარა წარმოიზრდება. ხოლო თუ საძოვარზე წარმოიშვა თავისუფალი ადგილი, მას შეავსებს. ის ხელს უშლის სხვა სარეველების განვითარებას. შოლოს სარეველების საწინააღმდეგო პრეპარატები. სარეველების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენება ჰერბიციდი, რომელიც აღწევს სარეველაში, ფოთლებში და ფესვთა სისტემაში, აფერხებს ზრდას და ანადგურებს მას. ჰერბიციდების უმრავლესობა თხევადი სახისაა და იხსნება წყალში, საჭირო კონცენტრაციის მუშახსნარის მისაღებად. ჰერბიციდი მშრალ ამინდში უნდა გამოვიყენოთ და აუცილებელია, რომ მისი გამოყენებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში არ იყოს მოსალოდნელი ნალექი. ცხრილში წარმოდგენილია 3 ჰერბიციდი აქტიური ნივთიერებებით და შესაბამისი დოზირებით. საშუალოდ 1000 კვადრატულ ჟოლოს ნაკვეთის დამუშავებისთვის 250-300 მილილიტრი ჰერბიციდია საკმარისი, მითითებული რაოდენობის წყალში გაზავებით. მცენარეთა პრეპარატების საცალო ქსელში, ფერმერთა მაღაზიებში სხვადასხვა დასახელების ჰერბიციდია წარმოდგენილი და აუცილებლად უნდა გამოარკვიოთ, თუ რომელი სარეველის წინააღმდეგ არის ეფექტური კონკრეტული ჰერბიციდი. ჰერბიციდების უმრავლესობის გამოყენება რამდენიმე სარეველას წინააღმდეგ შეიძლება. მთავარია სწორი დოზირება და უსაფრთხოების წესების დაცვა. ამასთან გვახსოვდეს, რომ სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა მისი ყვავილობის დაწყებამდე და თესლის წარმოქმნამდეა ეფექტური, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ერთი სარეველა დიდი რაოდენობით თესლს იძლევა და სწრაფად შეიძლება გამრავლდეს ხელსაყრელ პირობებში. ჰერბიციდის მოქმედების შედარება ამბროზიის სარეველაზე. ამ მოკლე ვიდეოში ნაჩვენებია ყველაზე გავრცელებულ და ალერგიულ ავშანფოთლიან ამბროზიაზე ერთ-ერთი ჰერბიციდის, იხორის მოქმედების შედარება უფრო სუსტი მოქმედების გლიფოსატის ჰერბიციდთან. ჰერბიციდი 12 დღის განმავლობაში ანადგურებს ამ ძლიერი წინააღმდეგობის უნარის მქონე სარეველას.
სასწავლო კურსი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში. კომპეტენციის ხელმისაწვდომობა დისტანციური სწავლების სისტემის მეშვეობით დაუცველი ახალგაზრდებისთვის.